რამდენიმე დღეა ეგრეთ წოდებული საბურთალოს კლასტერის სახელით კორონავირუსის შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი. COVID-19-ის ახალი შემთხვევები ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში, შხენტის ქუჩაზე ყოფილი ბაგაბაღისა და ნუცუბიძის ქუჩის 191 ნომერში მდებარე დენილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებლებს დაუდასტურდათ. ეპიდემიოლოგთა გადაწყვეტილებით ორივე დასახლებაში კარანტინი გამოცხადდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით დენილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იზოლაციაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ ყოფილი ბაგაბაღის შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ იზოლაციაში მყოფ 21 ოჯახს სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები ადგილზე მიუტანეს. უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა მოეგროვებინა პატარა თანხა, იქ ჩვენი დეპუტატები არიან, თანამშრომლები არიან და შევიძინეთ რაღაცა პროდუქტები და მოვიტანეთ. ხანდაზმულები არიან, მერე რამდენი წევრია, ბავშვები არიან თუ არა და აი ამის მიხედვით დგინდება, ასე ვთქვათ, ფორმირდება, ყალიბდება აი ეს პაკეტი, თუ კიდევ რამე დასჭირდებათ, შეუძლიათ ცხელი ხაზის მეშვეობით მოგმართონ და ჩვენ შევეცდებით მათი თხოვნა დავაკმაყოფილოთ. ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ მიგვეკითხა ამ ხალხისათვის და გვეწოდებია პირველი, ვთქვათ, აუცილებელი სასურსათო კალათა, რომელიც რამოდენიმე დღეს შეიძლება დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. რა თქმა უნდა, მანამ სანამ იქნება ეს თვითიზოლაციაში ყოფნა, ჩვენ შევეცდებით, რომ სისტემატიურ კონტროლზე ავიყვანოთ ისინი და გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება დევნილებისადმი, ვისაც ეს აუცილებლად ჭირდება. დღეს აი რაც უმაღლესმა საბჭომ და მისმა თანამშრომლებმა გააკეთეს, ამისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ მთელი ჩვენი კორპუსის სახელით, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი რაღაცაა, იმიტომ რომ ვიღაცას ვახსოვართ, ვიღაცა ზრუნავს და ვიღაცა ფიქრობს ჩვენზე. სასურსათო პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების პაკეტები ქართული ფილმის ყოფილ სასტუმროში იზოლაციაში მყოფ აფხაზეთიდან დევნილ 11 ოჯახსაც გადაეცა. გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია მათთვის ამ დახმარების გაწევა და ისი შესაძლებლობაც ჰქონდა უმაღლეს საბჭოს, მე მგონი არ იქნებიან უყოფილო ოჯახის წევრები, გათვალისწინებულია ოჯახის წევრთა რაოდენობა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სურსათით დახმარების აქცია ერთჯერადი არაა და მომავალშიც გაგრძელდება.